გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. წერტილის დღევანდელი სტუმარი იურიდიული ფირმა BGI ლეგალის უფროსი პარტნიორი იურისტი მზაზა ბიბილაშვილი იქნება, რომელიც დაგვეხმარება ქართული ოცნების იმ ახალი საკანონმდებლო პაკეტის გაანალიზებაში, რომლის თანახმად ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის შემთხვევაში თანხის ამოღება სასჯელ მისჯილი პირის ახლო ნათესავისგან ან დაკავშირებული პირებისგანაც ხდება შესაძლებელი. ასევე გიორგი ბაჩიაშვილით ინსპირირებული კანონპროექტით ასე თავად მამუკა მდინარაძე მოიხსენია პირები, რომელთაც ზიანის ანაზღაურება დაევალათ, სასჯელის მოხდნიდან მაქსიმუმ 16 წელი ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ ქვეყანას. არღავს თუ არა ინიციატივა საკუთრების უფლებას, პიროვნების თავისუფლებას და კონსტიტუციურ პრინციპებს, სად გადის ზღვარი სამართლიანობასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შორის, ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში იურისტ ზაზა ბიბილაშვილთან ერთად ვისაუბრებთ, თუმცა ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, ძალიან მოკლედ მოგიყვებით საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს და პარლამენტში უკვე შევიდა. მოკლედ, რა პრობლემა უნდა გადაჭრას ამ კანონპროექტმა ოცნების აზრით, განმარტებითი ბარათის თანახმად კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შედეგად დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის აუცილებლობა. სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება დახვეწოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის სწრაფად და ეფექტიანად აღდგენასა და ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. სწორედ ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს შემდეგ საკითხებს. დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს მსჯავრდებულისგან, განრიდებულისგან მისი ანაზღაურება, თუ მას ქონებრივი ზიანი მიადგა კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული ქონებრივი დანაშაულისთვის. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულის ან განრიდებულის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას. ინერგება ისეთი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას მისცემს ზიანი აინაზღაუროს როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღების, ისე ამ პირის იმ ახლო ნათესავისგან ასევე დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში, რომელსაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ანუ ფულის გათეთრება. ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვის მიზანია პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია. რაც შეეხება იმას, რადგან გადაწყვიტეს, რომ ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის შემთხვევაში თანხის ამოღება სასჯელ მისჯილი პირის ახლო ნათესავისგან ან დაკავშირებული პირებისგანაც გახდეს შესაძლებელი, ისევ განმარტებითი ბარათის მიხედვით ამ გზით გამოირიცხება დამნაშავის ან სასჯელ მისჯილი პირის მხრიდან ქონების ნათესავებზე გადაფორმება. საკანონმდებლო პაკეტის ავტორები ამბობენ, რომ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. კანონპროექტის მომზადებისას ავტორებს კონსულტაცია არ გაუვლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ ექსპერტებთან ან სამუშაო ჯგუფებთან. ალბათ არა გასაკვირი, რომ ოცნების დეპუტატებს არ მოუმზადებიათ, როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში. მივყავართ ქართულ ოცნებას ზაზა ბიბილაშვილი უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტები ზაზა, მადლობა სტუმრობისთვის. დღევანდელ ინტერვიუში რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გავლენაზეც, ინვესტიციებზე, ეკონომიკაზე, რადგან როგორც ამბობენ ხოლმე იურიდიული ფირმები ყოველთვის ერთ-ერთი პირველები გრძნობენ ეკონომიკაში ბუმსაც და კრიზისსაც, იმიტომ რომ ყველა სიტუაციაში საჭიროა იურიდიული სერვისი. მაგრამ პირველ რიგში თქვენი შეფასება მინდა მოვისმინე ოცნების ამ ბოლო საკანონმდებლო პაკეტზე, რა საფრთხეებს შეიცავს ახალი რეგულაცია და თქვენ როცა გაეცანით ამ კანონპროექტს, განმარტებით ბარათს, რითაც ხსნიან ამ ცვლილებების საჭიროებას, რა კითხვები დაგრჩათ? საღამოშიდობის დიდი მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად არ მიყვარს ხოლმე სამართლებრივ იურიდიულ თემატიკაზე საუბარი სატელევიზიო ფორმატში ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან როგორც წესი გამიგია და მე თვითონაც ანალოგიურად ვარ განწყობილი, რომ მაინდა-მაინც საინტერესო არ არის მაყურებელთა ფართო წრეებისთვის. თუმცა ამ მიზეზს დაემატა ერთი ახალი მიზეზი ბოლო ხანებში, ვინაიდან
უკვე იურისტებშიც არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში აი სამართლებრივი შეფასება რაღაცაზე უკვე ძალიან ფორმალურად ჟღერს. ძალიან ერთი მე ვიტყოდი, რაღაცნაირი არასერიოზულიც კი არის, იმიტომ რომ ჩვენ სამართალს მიღმა ვართ უკვე. აი ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ ვისაუბროთ აი ამ კანონ პროექტში ან აი ამ კონკრეტულ კანონში, მიღებულ კანონში, ეს მუხლი რას ნიშნავს, როგორ გამოიყენება სხვა ქვეყნებში, როგორ არის სასამართლო როგორ განმარტავს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენთან ეს აღარ არსებობს. ეს ყველაფერი აი სახლობანას თამაში არის ერთი ბოროტი კაცი, რომელიც ამ ქვეყანას დაეპატრონა და მისი პატრონები 12-13 წლის წინ დღეს მართავენ კანონებით. ქართულად ისე კარგად არ ითარგმნება, მაგრამ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა ეს ფრაზა მოიგონეს, როცა ამ ვითარებას უყურებენ, ხო არის rule of law, რომელიც არის სამართლის უზენაესობა, მაგრამ შეიძლება ასევე ითარგმნოს ასე თქვა როგორც კანონებით მართლობა და ეს კი არ არის rule of law, არამედ არის rule by law, ანუ კანონით მართავს, ხო? აღაც არ მოეწონა ივანიშვილს, ვიღაც არ მოეწონა, მიაღებინა კანონი, რა პრობლემაა? და თვითონ დინარაძე ახსენეთ, მე მგონი თქვენ დინარაძე მას თქვა ამ შემთხვევაში, რომ ეს არის ბაჩიაშვილით ინსპირირებული, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში პირდაპირ ამბობენ, რომ აი ჩვენო მომიტინგეები, აქციაზე მდგომი ადამიანები გვასწავლიან, რა უნდა შევცვალოთ. აი რაღაც დავინახეთ, არ მოგვეწონა, შევიკრიბეთ, მივიღეთ კანონი, რა პრობლემაა? ანუ, ოღონდ ნებისმიერ ქვეყანაში, ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში, კანონი რაღაცას ასახავს. საზოგადოებრივ კონსენსუსს, საზოგადოებრივ დაკვეთას, იმას, რაც მართლა საჭიროა ამა თუ იმ ქვეყნისთვის, ამა თუ იმ დროს და ეხლა ეს კანონები უკვე თან იმ მასშტაბით და იმ სიჩქარით მიიღება, რომ ჯერ ერთი რომ არანაირ საზოგადოებრივ დაკვეთას არ ასახავს და მეორე უკვე მათ ფეხის ხმასაც ვეღარ აუწყობ. ადრე იყო რაღაც კონკრეტული მუხლი რო იცვლებოდა ხოლმე, გაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში, განხილვები ტარდებოდა სატელევიზიო ეთერებში, ექსპერტებში და ასე შემდეგ და ახლა მუხლი კი არა, ანუ ყოველდღიურად ლამის ისეთ კანონებს იღებენ, რომლებიც საქართველოში სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, მედიის ფუნქციონირებას ზღუდავენ, ლამის შეუძლებას ხდიან, არასამთავრობო სექტორის საქმიანობას, პარტიების აკრძალვაზეა საუბარი, მაგრამ საერთოდ რა აკრძალვაზე საუბრობთ, როდესაც აი დავფიქრდეთ ამაზე, ხო? უდიდესი პარტიების ლიდერები ან უკვე ციხეში არიან, ან ხვალდაზე შეიძლება აღმოჩნდნენ ციხეში. ანუ დავფიქრდეთ ამ რეალობას, ხო? აქ მოგვიყვანა ივანიშვილმა და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უდიდესი პატივისცემით თქვენ და მე ამ ტელევიზიის მიმართ და ანუ თვითირონიითაც ვამბობ ამას, აი რაღაც კანონებზე ვსაუბრობთ, თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, რომ აი აქ ვისხდეთ და ამაზე ვისაუბროთ, ჩვენ გვატყუებს და რეალურად აი იმ რეალობას გვიბლარავს ასე ვთქვათ. არა, ეს საყვედურად არ მithქვამს, ანუ ეს ერთგვარი მეც ხშირად როგორც მოქალაქე საკუთარი თავისთვისაც დამისვამს ეს კითხვა, რომ ვისთვის მოაქვს ამა თუ იმ თემაზე ამ ფორმით მსჯელობას საუბარი, მაგრამ სწორად აღნიშნეთ, სანამ ვართ და გვაქვს უფლება, მაინც მგონია, რომ ჩვენ რაც შეგვიძლია არის ეს. თქვენ ახსენეთ მამუკამ დინარაძეს კანონ პროექტის მინდა ძალიან მოკლედ მაინც შევაფასოთ, ვიდრე სხვა თემებზე გაადავალთ. დიახ, მან თქვა ესეთი ფრაზა, ერთ-ერთი ინიციატორი ამ თემისა, დიახ, შეიძლება ბაჩიაშვილიც იყოს, მაგრამ სხვა უამრავი მათ შორის. საერთოდ კანონები ასე იცვლება, ბაჩიაშვილი იქნება თუ სხვა მსგავსი, ყველა დანაშაულის ჩამდენი პირი ვერ შეძლებს ასე მარტივად დაუსხლტეს სახელმწიფოსო. ნორმალურია, თუნდაც ერთი პირზე ასე მორგება კანონის და მეორეც როგორ შეიძლება ეს განევრცოს. ცინიზმია ეს ყველაფერი, აი ჩვენი იურიდიული ფირმა ახსენე და ჩვენი იურიდიულ ფირმას 2 წლის წინ თავს დაესხა ხელისუფლების მიერ შექმნილი, ორგანიზებული, დაგეშილი ბრბო და კამერებზე არის ასახული ის პირები, მეცაც გეტყვით, იდენტიფიცირებული არიან და ეს პირები არიან თვითმმართველობებში დასაქმებული ზოგის ვით, მათ სახელები, გვარები და ასე შემდეგ, ანუ ჩამოიყვანეს, აქ მიუქციეს ვიღაცებს, ჩვენ სოფლის დაესხნენ თავს, ერთ-ერთი თანამშრომელი ბეწვზე გადარჩა, ვინაიდან დიდი ქვა რო ესროლეს, ხელი რო არ აეფარებინა, თავს გაუტეხავდა და ანუ ვერ გადარჩებოდა ის სავარაუდოდ. მიუხედავად ამისა, რა მოხდა ამის შემდეგ, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა განცხადება დავწერეთ, მოვიდა პოლიცია რთული იმ ადამიანებს უწოდა, მაგრამ ფორმიანების რაზმეული მოვიდა და შემდეგი 2-3 კვირა რეალურად ჩვენ დაგვაკარგინეს აი რაღაც განცხადებების წერაში, ჩვენებების მიცემაში, ან როგორც ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, რომ შენ უნდა განანონ ის, რომ რაღაც პრეტენზია განაცხადე. მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს იდენტიფიცირება რო სდომოდათ, თან უკვე არიან იდენტიფიცირებული, ხო? დანაშაულის ჩამდენები, ვიცით სად არიან. არაფერი არ მომხდარა. ეხლა, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ მაგალითად
რუსთავიორის საქმე არის ერთი კარგი მაგალითი ამისა. რუსთავიორის საქმე რომ მიდიოდა, მაშინ მთელი სახელმწიფო აპარატი ამბობდა, რომ ჩვენ არ ვიცით რა ხდება, ეს არის ორი კერძო სუბიექტის დავა ერთმანეთში, როგორც იყო თავის დროზე NTV-ს დავა რუსეთში, ხო, პუტინმა რომ გუსინსკის წაართვა მთავარი ოპოზიციური ტელევიზია მაშინ. ეხლა მართლა ეგრევე, ეს სადაოც არ არის, ხო, ეხლა ხო მართლა ტელევიზია არ არის, ორი კერძო სუბიექტია, ერთი ბიძინა ივანიშვილი და მეორე მისი ყოფილი მარჯვენა ხელი, რომელიც კერძო თემაზე დავებენ, ანუ ეს კონკრეტული ფული რაღაც სესხი იყო, ინვესტიცია იყო, რა იყო, არ ვიცი და არ მაინტერესებს მათ შორის ეს ურთიერთობა რა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ორ კერძო სუბიექტ შორის არის კერძო დავა. აი ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო რასაც დღეს ჩვენი სახელმწიფო ქვია იკრიბება, პარლამენტი იკრიბება, კანონს ცვლიან, სუსი სხვა ქვეყანაში ატარებს სპეცოპერაციას და ამაზე ხა მე თავს ვერ დავდე ბუნებრივია, მაგრამ უარი არ უთქვამთ, ხო, როდესაც ეს ვერსია როდესაც გაჟღერდა, პირიქით ერთგვარად ამაყოფენ, რომ ძალიან მაგრები ვართ, ხო, ხედავთო და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და აი შევადაროთ სად ვიყავით და სად უნდა იყოს პრიორიტეტები, ხო? მაგალითად გიგა 402-ას კვლელი ვიცით ვინ არის, ვიცით საცხოვრობს. რასაკეთებს სუსი? აბსოლუტურად არაფერს. მაგრამ ივანიშვილს თავისი ბიტკოინების პრობლემა რო შეექმნა, უცებ სუსმა ჩაატარა სპეცოპერაცია სადღაც მესამე ქვეყანაში, თან ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი არა, სადაც ჩვენი სუსი მართლა ატარებდა სპეცოპერაციებს და გაჩენის დროს და საათს ანანებდა ხოლმე იმ ხალხს, რომლებიც ქართველების წინააღმდეგ გენოციდში იყვნენ ჩარეულები, იქ იყო ბუთბა და ტურამბა და სხვები, ხო? ის ადამიანები ან მოკლეს, ან დაიჭირეს და ან გააძევეს ქვეყნიდან. და სუსი არაფერს არ აკეთებს, რომ რაშიდ კანჯი ოღლი, რომელმაც მოკლა გიგა 402-ია, კანონის წინაშე წარდგეს. მაგრამ ქვეყანა გადადგეს იმისთვის, რომ ივანიშვილმა თავისი ახირება დაიკმაყოფილოს და მისი ყოფილი მარჯვენა ხელი დააბრუნოს ქვეყანაში და არა მხოლოდ დააბრუნოს ქვეყანაში, არამედ გაუგონარი რაღაც მოხდეს, ხო? 11 წლის ჩასვლას და მერე 16 წელი კიდე ქვეყნიდან გასვლა უგრძალოს. ანუ ეს არის დაუჯერებელი, ხა ჩვენ როცა ვსაუბრობთ ინვესტიციებზე, უბრალოდ მინდა მივობა ძალიან ასე ვთქვათ, ზოგადი ფრაზით. უცხოელი რო შემოდის ქვეყანაში, ან ადგილობრივი როდესაც ახორციელებს ინვესტიციას. ძალიან მარტივი კითხვა ისმის, ანუ რა იცავს ამ ინვესტიციას? ანუ რა არის რისკი? ხო, ვიღაცას ახლა რა ვიცი 10 მილიარდი თუ აქვს და 100 მილიონი გასასროლად თუ აქვს ისე კი ბატონო შეიძლება, მაგრამ ნებისმიერი გონიერი ინვესტორი ფიქრობს, რომ აი აქ რო ჩავდო ფული, ავაშენო ქარხანა, დავასაქმო ადამიანები და ასე შემდეგ, ძალიან კარგი მოგების მარჟა შეიძლება მქონდეს, მაგრამ დაუშვათ და ვიღაცას არ მოვეწონე, რა მიცავს? სასამართლო არის, არ არის. პოლიცია არსებობს, არ არსებობს. თავრობა არსებობს, არა, ანუ ყველაფერი არის დამოკიდებული ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე და ამ ვითარებაში ხა საუბარი იმაზე, რომ აქ რაიმე სერიოზული ბიზნეს წინსვლა შეიძლება იყოს, არის მიამიტობა უკეთეს შემთხვევაში. ეხლა თქვენ ალბათ დამისვა მკითხოს, რომ მაშინ რა უყოთ იმ ციფრებს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში შეინიშნება ეკონომიკური წინსვლის ციფრებზე მაქვს. ეკონომიკაზე მინდა ვისაუბროთ, იქამდე ეს როგორც იურისტმა, ეს საკანონმდებლო ცვლილება, გასაგებია რომ ბაჩიაშვილს მოარგეს, შეიძლება და ინსპირაცია იყო ბაჩიაშვილი როგორც თავად ამბობენ, მაგრამ ფაქტია, არაფერი არ უშლის ხელს ოცნების პარლამენტს მიიღონ ეს კანონი. შეიტანოს სისხლის სამართლის კოდექსში ეს ცვლილებები და ეს გავრცელდება ალბათ თუ იქნა სხვა შემთხვევები სხვებზეც, რომ თუ სასჯელმისწრილი პირისგან ვერ ამოიღებენ ზიანს, რომელიც მიადგა მეორე პირს, ეს შეიძლება ნათესავისგან ამოიღონ ან მასთან დაკავშირებული პირისგან. ასევე შეიძლება ციხე მოიხადო, მაგრამ თუ არ გაქვს ანაზღაურებული ქვეყნიდან ვერ გახვალ და მაქსიმუმი არის 16 წელი. ეს რამდენად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას პირველ რიგში, როგორც საკუთრების უფლების, ისე თავისუფალი გადაადგილების ნაწილში, იმიტომ რომ კანონში პროექტი ზოგადი ფრაზა იყო, რომ ევროკავშირის სამართალთან არ მოდის წინააღმდეგობაში ეს საკითხია, მაგრამ ცინიზმია, რა თქმა უნდა, საერთოდ რა ევროკავშირზე ვსაუბრობთ, მაშინ როდესაც ევროკავშირის თემა ჩვენ კანონთან ხო, ამ ხელისუფლების პირობებში დახურულია. საერთოდ მოდი ასე ვთქვათ, დაუშვათ ბაჩიაშვილთან არის ეს დავა ნებისმიერ პირთან, ამ პირმა ეს ზიანი თუ ანაზღაურა, მაშინ მაღალი ალბათობით ეს საქმე აღარ მიდის სასამართლოში, ხო, მორიგებით თავდება და შესაბამისად აღარ 11 წელი აღარ ხეხავს ეს ადამიანი ციხეს, ხო, თუ ციხეში გაუშვეს, მერე კიდე 16 წელი ქვეყნიდან არ გაუშვა. იმის გამო, რომ კიდე დამატებით შემანათესავებმა და სხვა, სასჯელ მოხდილზეა საუბარი, ხო? იმუშავა, ანუ კატორღა გაქვს, ხო, რომ 16 წელი მთელი სანათესაო რეალურად უნდა მუშაობდა იმაზე, რომ ვიღაცამ რაღაც თუ დაგაბრალა და ამ დიდებულმა სასამართლომ ჭალებში, რა თქმა უნდა, ეს გაიზიარა. შემდეგ 16 წელი სასჯელის მოხდის შემდეგ კიდე კატორღაზე ხარ
და ცდილობ რომ დააკმაყოფილო იმ ვიღაც ერთი ახირებული პირდაპირ თქვა დიქტატორის არანაირი ფარული ესე რა ქვია ჩრდილოვანი მართლობა და ოლიგარქია და ასე დიქტატურაა ეს სხვა არაფერი არ ქვია ვიმეორებ ანუ მხოლოდ ის რომ ჯერ კიდევ აი ჩვენ ვარსებობთ თქვენ არსებობთ აი ეგ გვიშლის ხელს რომ დავაფიქსიროთ რომ რეალურად დიქტატურაა ეხლა რაც შეეხება ამ კანონის პრეცედენტულ ძალას ისევ გავიხსენებ რუსთავი ორის შემთხვევას მაშინაც საუბარი ქონდა ხშირად იმაზე რომ აი ხა ასე თუ განმარტავენ ხანდაზმულობის საკითხს ისე თუ განმარტავენ და უშუალოდ საბაზრო ფასის საკითხს და იქ რამდენიმე საკვანძო თემა იყო მაშინ ეს როგორ აისახება სხვა შემთხვევებზე ხო მოდი ასე ვთქვათ აი ეს ლოგიკა რომ ეს თუ ქნეს იმასაც ხომ იზამენ თავისთავად არასწორი მგონია ვინაიდან რა აი ეს რომ ქნეს უკვე იმდენად კატასტროფულია რომ არანაირი სხვა პრეცედენტული გამოვლინება ამას აღარ ჭირდება თავისთავად რუსთავი ორის საკითხი თავისთავად ბაჩიაშვილსაც უშვებიან ახლა ეს თავისთავად საკმარისია იმისთვის რომ როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად როგორც მოქალაქეებმა ასევე ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა შეიქმნან იმაზე რა ვითარებაში ვიმყოფებით ამ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში ქვეყანას რა პერსპექტივა აქვს ვისაუბროთ ეკონომიკაზეც კი ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით ამბობს რომ მოლოდინები რაც იყო პროგნოზები რაც კეთდებოდა რომ პოლიტიკურ კრიზისს აუცილებლად მოჰყვებოდა 4-6 თვეში ეკონომიკური კრიზისი, როგორც ასეთი კრიზისი არ გვაქვს. თუმცა რაღაცა ინდიკატორები უკვე ჩანს იგივე FDI-ის კლებასთან დაკავშირებით. თქვენი იურიდიული ფირმის მაგალითზე საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისით ემსახურებით, ხო? მათ შორის კორპორაციულ სექტორს, რას ატყობთ? იგივე ვთქვათ, მე მახსოვს პროგნოზები იყო კაპიტალის გადინებაზე, პროგნოზები იყო რომ უცხოელი ინვესტორები ან მეწილეები გაყედიან თავიანთ წილებს და წავლენ. რა ტენდენციები შეიმჩნევა? კი ბატონო, ანუ მოდესთ ვთქვათ, პირველ რიგში შეინიშნება სამუშაოს შინაარსის ცვლილება, ვინაიდან თუ კარგ დროს ახალი ინვესტორი მოდის, საუბარია იმაზე, რომ ვიღაც წილს ყიდულობს ქარხანაში, ვიღაც ახალ ერთობლივ საწარმოს ქმნის, ვიღაც ცდილობს ლიცენზია აიღოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ბევრად უფრო მეტია დავები არსებულ პარტნიორებს შორის, ან შეიძლება ვიღაცას თანხა ქონდა დაკარგული და იმ თანხის მიდევნება, აი რატო ვამბობ ამას ახლა, როდესაც საქმე კარგად მიდის, შეიძლება კონკრეტული სადაო თემა გადავიდეს მეორე პლანზე, ვინაიდან ბიზნესს პირველ პლანზე პრიორიტეტად ქონდეს სამომავლო გეგმები, ხო? ხა რაში გაინტერესებს პირობითად რაღაც დაკარგული 100,000, თუ შეგიძლია 10 მილიონიანი კონკრეტული საკითხი დააყენო პრიორიტეტად და მას მისდიო, ხო? აი ამ პრიორიტეტების ცვლილება ძალიან აშკარაა, შესაბამისად აი ამ ნეგატიური თემების წინა პლანზე წამოსვლა დავები პირველ რიგში არის ძალიან თვალსაჩინო, ასევე გეოგრაფია იცვლება ჩვენი ეკონომიკური პარტნიორების, ეს უკვე არანაირი ну მოდის აღმოსავლეთი, მოდის რუსეთი და მოდის აღმოსავლეთი. როგორც ხილულად, ასევე სხვადასხვა ქვედაშრეებიდან და გვერდითაშრეებიდან და ზუსტად ეს იმას უკავშირდება თქვენ ახსენეთ, რომ არ მოყვა პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ერთმანეთზეა მიბმული ეს საკითხი, რა ვიცი, რუსეთმა და ჩინეთმა რომ თქვან და სავარაუდოდ თქვენს კიდევაც რომ ახლა ჩვენ ორივეს გვაწყობს რომ ეს 3 მილიონნახევრიანი ქვეყანა ჩვენს ხარეს იყოს და იქ ზედმეტი თავის ტკივილი არ გაშտეს ეკონომიკურად, ეს 3 მილიონნახევარი ამ ორი სახელმწიფოს გადმოსახედიდან რა არის, ხო, ანუ არაფერი არ არის, იმისთვის რომ უბრალოდ რაღაც მინიმალურ დონეზე იყოს უზრუნველყოფილი თუნდაც საბიუჯეტო მოთხოვნილებები. ეს ხო აღარ არის შევარნაძის დრო, ვინაიდან ძალიან კარგად ისწავლა რუსეთმა, რა მოყვება იმას, როცა პოლიციელი მშიერია. როდესაც მინისტრი ჭამს და პოლიციელი ვერაფერს ვერ ჭამს, ხო, უყურებს. აი დღეს აი ეს სისტემა ვერტიკალურად ძალიან ჭკვიანურად და ჩვენ დასავალალოდ ვერაგულად გამართულად მუშაობს და მუშაობს მათ შორის ამიტომ რომ აი ამ ქვეყანა პირველ რიგში რა თქმა უნდა რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ამ რეჟიმს ბოლომდე გვერდში უნდა დაუდგეს არასწორი ნათქვამია ესე ჩემი მხრიდან თავისი რეჟიმი მყარად უნდა ყავდეს უზრუნველყოფილი. დასავლელი ინვესტორებს ამ სიტუაციაში ალბათ ნაკლებად უნდა ველოდოთ, მაგრამ აი რა განწყობაზე არიან ისევ თქვენი იურიდიული ფირმის კლიენტების მაგალითზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ ევროპიდან თუ იყო ვინმე ერთობლივი საწარმო კომპანიები ვისაც აქვს და რას ფიქრობენ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ აქ ვისაც ვესაუბრებით, მათ შორის ადგილობრივებსაც, ყველა გვეუბნება რომ
მხოლოდ აუცილებელ ინვესტიციებს ვახორციელებთ, რომ იმ პოზიციაში მაინც ვიყოთ, სადაც ვართ და უკან არ წავიდეთ. კი ბატონო, ახლა ბიზნესი ყველაზე ნაკლებად პოლიტიზებული სფეროა ცხოვრების, ყველა ქვეყანაში, ყველა დროში ალბათ ასე იყო, რუსეთშიც სანამ უკიდურესი ვალდებულება და სხვა გამოსავალი არ დარჩა და ამ რეალობის წინაშე არ დადგნენ, მანამდე არ გავიდა ძალიან ბევრი დიდი კორპორაცია და ზოგი დიდი კორპორაცია დღემდე არის რუსეთში. შესაბამისად, საქართველოშიც აი იმ სავალდებულო მინიმალურ ინვესტიციებს ახორციელებენ და სავალდებულო ხარჯებს წევენ, თუმცა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და დასავლელი ინვესტორების მხრიდან აი ახალ ქმედებაზე, ახალ ჩასხმებზე საუბარი ზედმეტია და როგორც მოგახსენეთ უკვე ბევრად უფრო გაზრდილი არის დავები, თუმცა ამ დავების შემთხვევაშიც სამწუხარო რეალობა ის არის, რომ თუ აქამდე იყო ერთგვარი მოლოდინი, რომ აი თუ ასე მოხდა, მე სასამართლოში ხომ წავალთ, ეხლა აბსოლუტურად კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სასამართლოც ამ შემთხვევაში ფორმალობად არის ქცეული დიდწილად, ვინაიდან თუ ვიღაცის ინტერესია, თუ დაინტერესებაა და ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე, მაშინ არანაირი აზრი სასამართლოში წასვლას არ აქვს. შესაბამისად იზრდება არბიტრაჟის როლი, მაგრამ ამაზე ვერ ვისაუბრებთ ამ ფორმატში, მაგრამ საერთაშორისო არბიტრაჟი ბუნებრივია. დიდი დრო მიაქვს მას და ბევრად უფრო ძვირი სიამოვნებაა. ცოტა დრო გრჩება და ბიზნესი, რადგან ვახსენეთ, უკვე ტრადიციად მეკცა აქ დავსვა კითხვა, ხომ არ დადგა დრო მსხვილმა ბიზნესებმაც კიდევ უფრო ღიად ისაუბრონ სად მიგვიყვანს ანტიდასავლური კურსი და ის ყველაფერი რაც ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ მე არ მჯერა რომ ვინმეს მოსწონდეს. ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას ვინც დღემდე მაინც ჩუმად არის ის რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და არ ფიქრობდნენ რომ ერთხელაც შეიძლება მსგავსმა კანონებმა მათთანაც მიაღწიოს. ხო, მე მგონია რომ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი, ზოგადად ჩვენი მთავარი ნაკლი არის ისტორიის არცოდნა და ისტორია არ გულისხმობს შუა საუკუნეების ისტორიას, საუბრობთ გუშინდელ დღეზე, გუშინწილდელ დღეზე. მე მაგათად დარწმუნებული ვარ, რომ ის კანონი, რომელზეც ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ, შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მას ხელი აუწია. რავი, ჩვენ ხო ვიცით ახლა, რომ ნახევარ პარლამენტს სიდედრებზე, სიძეებზე, ანუ ოჯახის წევრებს გაფორმებული რაღაც საარაკო ქონება. მოვიდნენ მართლა რო იტყვენ სალსალი კალოშით, გახდნენ მულტიმილიონერები და ეს ყველაფერი ან დიდი ნაწილი ამ ყველაფრის არის გაფორმებული ზუსტად აი იმ ოჯახის წევრებზე, რომელსაც თვითონ ხელფასით მცხოვრები ხალხი ახერხებს წელიწადში 200.000 აჩუქოს დედას, მამას. ან მინისტრი როდესაც რაღაც 9,000 ევროიან ჩანთას ყიდულობს, ხო ეს ყველაფერი თანაც ხო განაცხადია. ეს ხო არ არის უბრალოდ ის რომ რაღაც კორუფციული ვერ დაიმალა. ეს არის განაცხადი რომ ყველაფერი მოსულა. შენ თუ აი ამ რეალობის შიგნით ხარ, მაშინ გარკვეული დროით შენთვის ყველაფერი დასაშვებია. თუმცა ვიმეორებ აი ისტორიის ცოდნას მე თუ დასჭირდა მართლ პარტიას თუ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ბაჩიაშვილით ინსპირირებული კანონი გავრცელდეს. არა მხოლოდ სავარაუდოა, აი ისტორია მაგიტო ვახსენე რომ გარანტირებულად ასე ხდება. ანუ ადამიანებს ვისი ხელითაც აკეთებენ ძალიან ცუდ საქმეებს შემდეგ ეტაპზე თვითონ ეხებათ მათ მიერვე შექმნილი პრეცედენტები. ასე იყო ბოლშევიკების დროს, ასე იყო ივანიშვილის, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, ხო, ფაქტობრივად ორი თაობა გამოცვალა და ერთ თაობას როგორ რაღაცეები გააკეთებინა, რაც ძალიან რბილად რომ თქვა არ იყო ლამაზი, მერე მეორე თაობა მოიყვანა და ამათი ხელით ასე თქვა მათი რეპრესიები ჩაატარა, მერე მესამე თაობა ყავს. სხვა შორის ამაზეც უნდა ვახსენოთ ორიოდი სიტყვა, ხო, როდესაც საუბრობენ ივანიშვილის რაღაც ყოვლისმცოდნეობაზე. მან თავიდან გითხრა რომ მაგველაშვილი არისო, პანაცეაო და ეს იქნება თქვენი ასე ვთქვათ საარაკო და საუკეთესო პრეზიდენტიო. მე გითხრა რომ სალომე ზურაბიშვილი არისო, ჩვენი პრინციპული არჩევანიო და არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომელსაც ამბობდა. მე ამბობდა რომ გახარია იყო საუკეთესო მინისტრი და იმ ყველაფრის მერე ჩორჩანას მერეც და გავრილოვის მერეც და ამ ყველაფრის მერეც დააწინაურა და პრემიერ-მინისტრად გადაიყვანა, ხო? ბაჩიაშვილი მისი მარჯვენა ხელი იყო 10 წლის განმავლობაში. ვინგა ალასანია, ხო, რომელიც მისთვის საკვანძო ფიგურა იყო. ყველა ეს ადამიანი დღეს არის მისი პროპაგანდის გადმოსახედი და ნაცი. ერთი მხრივ სასაცილოა, მაგრამ მეორე მხრივ უნდა დავსვათ კითხვა. ივანიშვილი არაკომპეტენტურია, რომელიც ვერასდროს სწორ არჩევანს ვერ აკეთებს საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით, თუ არაკითხვის ინდისიერი ადამიანია, ერთხელ თვითონ თქვა, ხო, მე ყველა გამოვიყენე, ყველა ამოვკენკე და მე რეალურად აღარ დავამთავრებია, მაგრამ ყველა გადავაგდე, როცა აღარ დამჭირდა. ორი წუთი გრჩება და რას ეტყოდით იმ მოქალაქეებს, ვინც სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან, ვინც დღეს მაინც ჩუმად არის და ხმამაღლა არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება. ზოგი იმის გამო, რომ ეს მას
დღეს არ ეხება პირადად, ზოგით შიშის გამო. მე ვეტყოდი რომ ჩვენ ან დღეს ერთად დავდგებით და ან ყველანი დავკარგავთ ამ ქვეყანას. რამდენიმე თვის წინ, როდესაც დაიწყო საჯარო სამსახურებში პეტიციები, ხელმოწერების გავრცელება, როდესაც ივანიშვილის რეჟიმმა ოფიციალურად უარი განაცხადა საქართველოს პროდასავლურ კურსზე, მაშინ ბევრი შიშით ეკიდებოდა ამას, აი მოვაწერო ხელი, არ მოვაწერო ხელი, გავიდე ქუჩაში, არ გავიდე ქუჩაში. რა დავინახეთ ამის შედეგად? ხო, რეალურად ყველა აღწერეს და სათითაოდ მიადგნენ გაუშვეს სამსახურიდან, ზოგი იმის გამო, ზოგი ამის გამო, სხვადასხვა საფუძვლით, ზოგი რეორგანიზაციით, ზოგი არ გამოცხადებით და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხალხი ერთად რომ დამდგარიყო, კონკრეტულ სამინისტროში მაგალითად, ხო? და ერთად გამოეცხადებინა პროტესტი, მაშინ იმ სამინისტროს ფარგლებში ძალიან დიდი ცვლილება იქნებოდა. ხო, თუ ყველა სამინისტრო ერთად გააკეთებდა, ყველა უწყება ამას, მაშინ იქნებოდა ის ცვლილება, რომელიც ჩვენ ძალიანაც გვინდოდა. მაგრამ ჩვენ იმ ტრაგიკული ქვეყნის შვილები ვართ, სადაც ზოგიერთი პოლიტიკოსი დღესაც გამოვა და გეტყვის, რომ კი, დაქუცმაცებული ბრძოლა ჯობია. რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. თვითმმართველობაზე აღარ ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში, თუნდაც საპარლამენტოზე ვისაუბროთ, ანუ როგორ კვლევები იდებოდა მაშინაც და პროცენტ ნახევრით იმარჯვებდა ეს პოზიცია, რომ ერთიანობას ჯობია 17 ფრონტად გასვლა და ასე შემდეგ. მაგაზე ახლა ნუღა რა გჭირდება განვითარებისთვის დროის ამ მომენტში დღეს ყველაზე მეტად პირველი რომ განვითარებისთვის ჩემი აზრით გჭირდება კი ბატონო განვითარებისთვის ნუ ისეთ რაღაცნაირი რთული მაგრამ მეორე მხრივ მარტივი თემა არის პირველი არ უნდა გავტყდეთ აი ამ უდიდესი წნეხის წინაშე არ უნდა გავტყდეთ არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი რასაც ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად ის არის სწორი უნდა გავძლოთ ვინაიდან ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდით ეთერამდე უბრალოდ მერგვარი ნუ ჩემთვის პირადად 80-იანი წლების ანალოგიაა ხო ანუ საბჭოთა კავშირმა დაშლის წინ ანდროპოვი დააყენა პირველ პირად რომელიც ცდილობდა რომ სტალინური საბჭოთა კავშირი აღედგინა მაგრამ ამ ყველაფერმა შემდგომ რამდენიმე წელიწადში დაშალა ბოროტების იმპერია რუსეთი დღეს არის ბოროტების იმპერიის ნარჩენი რომელიც აი მართლაც იმ აგონიაში ხო ცდილობს რომ აღდგეს ახლა ისტორია ვახსენოთ ბევრი გვაქვს ასეთი შემთხვევა ისტორიაში როდესაც იმპერია საბოლოო რღვევის წინ აი ასეთ კონვულსიებშია და ცდილობს ბევრი დააზიანოს მაგრამ ჩვენ ვიხილავთ რუსეთის დასაშვასაც ვიხილავთ და იმ დროისთვის უნდა ვიყოთ მზად რომ ჩვენი სამშობლო დავიბრუნოთ ეს შეიძლება იყოს მართლა ხვალდაზე არ ვამეტებ შეიძლება ცოტა მეტი დრო დაჭირდეს მაგრამ ამ დროისთვის უნდა ვიყოთ მზად მხნედ ჯანსაღად და ოპტიმისტურად და ყველაფერთან ერთად ვიმეორებ ერთიანობა მართლა გამოსავალი არის დღეს იმ რეალობაში ვართ როდესაც საუბარი რაღაც კონკრეტულ განსხვავებებზე იქნება ეს რაღაც ბიზნესის მოდელი რაღაც აი იცი რა მე 16% DGG მინდა და ვერ დავდგები იმის გვერდზე ვისთვისაც DGG 20 უნდა იყოს და ასე აი რაღაც აი ესეთი კომიკური თემები დღეს აღარ არის რელევანტური წერტილი რას დავუსვათ ამ ქვეყანაში რა დავასრულოთ რას დაუსვათ წერტილი? ამისთვის უნდა მომზადებულიყავი. აი პირველი რა გახსენდება? ჩემთვის ყველაზე ძვირფასი თემა გახავთ მეხსიერება. მოკლე მეხსიერება. შესაბამისად, წერტილი უნდა დაუსვათ იმას, რაც მეხსიერებას ებრძვის და მეხსიერებას ვორონცოვის დროიდან მოყოლებული, მჟავანაძის დროიდან მოყოლებული ებრძვის ბჭყალებში ურთიერთობა რომ ანუ ურთიერთობა ბჭყალებში იმიტომ ამბობ რომ აი რას გვეუბნება დამპყრობელი რომ ყველაფერი ურთიერთობა და აი კიდე რა იმან რაღაც მოიპარა ის ერთთან კოლაბორაციაშია შესული მაგრამ ჩვენ აი სუფრაზე რომ დავждდებით თავარი აი ეს ურთიერთობაა ხო და ამით ჩვენ ვებრძვით საკუთარ მეხსიერებას ხოლო მეხსიერებას რო ვებრძვით ამით სარგებლობს და რო კარგავთ ამით სარგებლობს ტერი ხა ბოლო 35 წელი რო გავიხსენოთ ნებისმიერ თამოყარე ერისთვის იქნებოდა ძალიან შეურაცხყოფელი ის თუ რამდენჯერ წამოგვაგო მტერმა ერთსა და იმავე სატყუარაზე რამდენჯერ გავებით ერთსა და იმავე მახეში უბრალოდ ჩვენ რო გვახსოვდეს რა მოხდა საქართველოში 91-12 წლებში რაღაცებს არ გავიმეორებდით ხო და დღეს ვხედავთ რომ არათუ იგივე ტიპის მახეს გვიბამს რუსი არათუ იგივე ტიპის პროპაგანდისტულ სატყუაროს თავაზობს. არამედ ხანდახან იგივე ადამიანები აკეთებენ ამას, ვინც 35 წლის წინ აკეთებდა. და ჩვენ ეს აღარ გვახსოვს. ამას უნდა დაესვას წერტილი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა იურიდიული ფირმა BGI Legal-ის უფროსი პარტნიორი ზაზა ბიბილაშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.